ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს უმასპინძლა. აფხაზეთის დღე 2014 წელს საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით სვიმონ კანანელის ხსენების დღეს 23 მაისს დაწესდა. და ამ დღეს ყოველწლიურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. გალა კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა. ემოციური საღამო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ აფხაზეთის უახლესი ცეკვით ჩამბა გაიხსნა, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ბაჩანა ჭანტურიას მიერაა დადგმული. მოხარული ვარ, რომ აფხაზეთობა ტრადიციულად ქვეყნის მასშტაბით ტარდება სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აჭარის საზოგადოებას და განსაკუთრებულად ეთნიკურად აფხაზურ საზოგადოებას გაუზიაროთ ის წარმატებები, რომელსაც ჩვენ ერთად მივახციეთ კულტურის, ხელოვნების, ცეკვის, სიმღერის სფეროში. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ესე გულისხმიერად მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან ჩვენი აფხაზური ეთნოსის და კულტურის გაზიარებისთვის მთელი საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს და ასევე სასიხარულო, იმიტომ რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანსამბლები გამოდიან ამ კონცერტზე. მასპინძელი ყავს აჭარის მთავრობა და ძირითადი მესიჯი გვაქვს აფხაზეთისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველა გიმასპინძლებთ ასევე სოხუმში და ჩავატარებთ იქ ძალიან დიდ კონცერტს ჩვენი ანსამბლების მონაწილეობით. წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები ასე მასშტაბურად წარდგნენ აჭარის რეგიონში და ეს არ იყო შემთხვევითობა. ნიშანდობლივია ის, რომ გალა კონცერტის მასპინძელი აჭარაა და აჭარაში მცხოვრები მუჰაჯირები შთამომავლები. ეთნიკურად აფხაზი თანამოქალაქეები გალა კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ. თანამშრომლობა შედგა ძალიან წარმატებული და ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. კონკრეტულად დღევანდელი საღამო უკავშირდება კიდევ ერთხელ ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის უფრო მეტად სინთეზს, უფრო მეტ პოპულარიზაციას, როგორც ჩვენს ქალაქში, ასევე მთლიანად ქვეყანაში. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი საღამოს ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ეს არის ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ ერთიან საქართველოს. ბათუმის ხელოვნების ცენტრში 2 საათის განმავლობაში ისმოდა ქართული, აფხაზური და მეგრული სიმღერები. შესრულდა აფხაზური და ქართული ცეკვები. სცენას ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების უფროს და ახალ თაობასთან ერთად ანსამბლის შავნაბადა, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. შესრულდა დუეტები როგორც სახელმწიფო ანსამბლებს შორის, ასევე ცნობილ მომღერლებთან ერთად. მინდა ყველას მადლობა უთხრა, ვინც ჩაუყარა მოკლედ საფუძველი ესეთ წამოწყებას, რომ უნდა გავიდეს აუცილებლად ეს ამ ფრთის ქვეშ გაერთიანებული კოლექტივები სხვადასხვა რეგიონებში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბათუმს მასპინძლობისთვის. დღევანდელი საღამო შედგა, ყველანი ძალიან დავიხარჯეთ და ულოცავ ყველას. უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე და მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი დღის კონცერტის ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი, იმიტომ რომ რაღაცა მგონია, რომ რაღაცა ჩემ წვრილიც შემაქვს ამ ყველაფერში, რადგან კულტურა და სპორტი არის ის ორი რამ, რაც აუცილებლად გაგვაერთიანებს ისევ და მე ამის ჯერა. ძალიან მიხარია, რომ იბანთება აფხაზეთობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ შოხამაცვია ამ აღებულ გზნობაზე ვარ. რადგან დღეს გამოდივარ კონცერტზე. შავნაბადას წევრი რო ვარ, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო ასევე აფხაზეთისთვის ღონისძიებაში თავისივე ინიციატივით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ნართების მონაწილეობა, რომლებმაც ცეკვა ხონგა შეასრულეს და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ემოციური საღამო ანსამბლ შავნაბადას აჭარაში გამორჩეულ ბავშვთა გუნდ ჰანგებისა და ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული მეგრული სიმღერით აბა ულა დაიხურა. იმ იმედით, რომ მსგავს კულტურულ შემოქმედებით საღამოებს მალე სოხუმიც უმასპინძლებს. Saudades, Santa Claus, e Gato, Maria, Gato,